მოგესალმებით ყველას, მე ვარ რატო დღეს მოგადავეხებ Brawl Stars-ს, მოგესალმებით ტესტ უეჭვით დაალექით და კომენტარით გამბოჭეთ შემეხდა გააქტიურეთ არის ხილაგრით შემედობი არ გამოდოთ მიგვირებოს ანუ Brawl Stars ვითამაშებდით მინდა გითხრათ რომ სულ რაღაც 5 გამომწერი მაკლია 400 გამომწერამდე და ვისაც არხი არ გაქვთ გამოწერილი გთხოვთ არხი გამოეწერეთ და ზარისყრის გააქტიურეთ დღეს მიგვირებო Brawl Stars-ში დავხურავთ ჩვენს BB-ს challenge სულ რაღაც ერთი მოგება გამაკლია ეს არის უმარტივესი challenge რაც გამოუშვა Brawl Stars-მა იმიტომ რომ ანუ შეგვიძლია რამდენჯერაც გვინდა იმდენჯერ წავაგოთ და მაინც დავხურავთ ამ challenge-ს. დრო გქონდა 5 დღე, 4 დღე დაგვრჩა და 1 საათი, მაგრამ მე დღეს ამ ვიდეოში დავხურავ. და გავიგოთ მეგობრებო, ალბათ უკვე თითქმის ყველამ დახურეთ, მაგრამ ვისაც არ დაგიხურავთ, ნახავთ თუ ვისაც ყავს BB, როცა ამ challenge-ს დავხურავთ, რას მოგცემს. BB-ს სანაცვლოდ, სულ რაღაც ერთი ხელი გამაკლია და ასევე მეგობრებო, ვისაც ჯერ არ გითამაშეთ, კიდე გეტყვით რომ მე რომელ stage-ზე stage-ი დავარქვათ, მაგრამ რომელ map-ზე რომელი brawler-ით ვთამაშობ. პირველ map-ზე ვითამაშე ჯემგრაბი იყო პირველი map-ი და ვითამაშე ლიონით, რომელიც მე გამაქსული არ მყავს, მაგრამ ამ challenge-ში ნებისმიერი brawler-ი ყავს გამაქსული. აი მაგალითად, ეხლა მოდი დავაყენოთ უბრალოდ აი ჩაკი ხო, არაფერი არ მაქვს, ერთ დღეჯედი არც კი არა არაფერი, აქ კი გამაქსული მაქვს. ვითამაშე პირველ stage-ზე, ასე დავარქვათ, ლიონით, რომელიც გამიმაქს ავტომატურად თვითონ. მეორეზე უკვე knockout-ზე კი ვითამაშე ჰოძონზე უბრალოდ ვითამაშე სურჯით, თუ რითი ვითამაშე აღარ მახსოვს. ან სურჯით, ან იმით რა ქვია, კოლტით. უბრალოდ აღარ მახსოვს რომლით ვითამაშე. მე მგონი ორივეთი ვითამაშე და ორივე გამომადგარა. უბრალოდ ვცადე, რამოდენიმე მეჩი წავაგე, მაგრამ ორივე გამოდგარა, მაგრამ მე უფრო მაინც კოლტს გირჩევთ, იმიტომ რომ სანამ სურჯი დააპგრეიდდება, მანამდე შეიძლება მოკლან და ნერვები წაიღოს რა, ნერვები და დროც წაიღოს, თუ მალიგინად დახურვათ კულტი აირჩიეთ და ხოლო ბოლოზე knockout-ზე ვთამაშობ ბით. ასე თუ ისე ცოტა გაშლილი მაპი არის, კედლებიც არის, მაგრამ არა უშავს გამომადგება ბი. თავისი მეორე გაჯეტით გიარი მაქვს ფარი, ხოლო ეს გიარი არ ვიცი რას აკეთებს, მაგრამ იყოს ეს რატომაც არა და თავისი ჰაიპერ ჩარჯით და მეორე სტარ პაუერით. ესე იგი ეს გაჯეტი რა შემეხმარება? ნუ როგორც ისეთ ბი არის შორს მსროლერი ბრაულერი, ხოლო როცა მე გაჯეტს ჩავთავ და გამოვიყენებ, მოწინააღმდეგე გუნდის ერთ-ერთი მოთამაშე დაიხევს უკან და ჩემი რეგულარული დასრულებით შემდეგ უკვე შემიძლია რომ გავანადგურო იგი. მოდი ბევრი ლაპარაკის ნაცვლად ფლეის დავაწვით და ვითამაშოთ ჩვენი პირველი მეჩი და იმედი მაქვს საბოლოო მეჩი იქნება. თქვენ მეგობრებო, ვიდეო უჭირთ დაალაიქეთ, არხი გამოუწერეთ, ზარისყრით გააქტიურეთ, რათა ჩემი ვიდეოები არ გამოდოთ. ესე იგი, ჩემი გუნდში არიან გეილი და სურჯი, ხოლო იქით არის ბარლი, გრიფი და იმას რა ქვია, აღარ მახსოვს სახელი სამწუხაროდ, მოდი აქ გავანადგუროთ, არა ვერც ერთი ვერ გავანადგურე, მოდი გაჯეტს გამოვიყენებ, რომ კიდე უფრო უკან დავახევინო და საერთოდ გავანადგუროთ უკვე ჩვენი გრიფი, რომელიც აღარ არსებობს. აქ ეს მოთამაშეს გავანადგუროთ, მშვენიერია, მოდი ამასაც გავანადგურებ უბრალოდ ატომაც არა და არა ავაცილე ხო არ გადავობ. რაი უკვე ტვინი წაიღე და ასე მარტივად გავანადგუროთ ჩვენი ბარლიც. უკვე ერთი მეჩი მოვიგეთ და წავიდა ბოლო მეჩი. იმედი მაქვს ამასაც მარტივად მოვიგებთ, გავარტყით ერთი მშვენიერია. იქ გაჯეტით რამის გავანადგურე ბარლი. აი, დრო არ უკვე ჰაიპერ ჩარჯით გამოვიყენოთ, ხლა შორზე ბიზი არც ერთხელ არ მაქვს ჰაიპერ ჩარჯი გამოყენებული, მოდი გავააქტიუროთ ჰაიპერ ჩარჯი რატომაც არა. გავარტყათ 1, გავარტყათ 2, მარტო დაურჩი აქ, მაგრამ არა უშავს, გავანადგუროთ, არა ვერ გავანადგურეთ, მაგრამ არა უშავს. იმედი მაქვს ეხლა მაინც მოვიგებთ, მაგრამ თუ არა და მაინც ულევი შეგვიძლია მილიონჯერ ვითამაშოთ ეს challenge და მაინც დავხუროთ. კაი, მოდი აქ რატო გრაშავს ესე მარტივად ბარლი არ ვიცი უბრალოდ, მაგრამ რავი, თავის გადაწყვეტილებაა, მოდი აქ გავანადგუროთ უკვე ჩვენი ბრაულერი, მოწინააღმდეგე გუნდის ერთ-ერთი ბრაულერი მშვენიერია, გავანადგურეთ გრიფიც და სამწუხაროდ საცოდავი ბარლი მარტო დარჩა სამი ბრაულერის წინააღმდეგ, სუპერი კარგად აივსო, მაგრამ მოდი ჩაურაშოთ ჩვენც სუპერი ტყუილა გამოვიყენეთ, ესეთი გაჯეტის გავააქტიურე უკვე და ჩვენანი გეილი გაანადგურებს და ასე მარტივად დავხურავთ ჩვენს challenge-ს. სტარპლეიერი მე გავხდი, იმიტომ რომ 6 ბრაულერი მოვკალი. მშვენიერია. გავიდეთ, ავიღოთ ჩვენი ერთი
ასევე მისიაც გავაკეთე ხო არ გადაობ და ერთი მისიას დამჭერგას ეკეთებია 2 ხილის მოგება გამინდა. ასე მარტივად დავუხურავთ ჩვენ challenge. მოდი მანამდე გავიყოთ ჩვენი სტადროპი. და რა მოქვს აქ აზრზე ვერ მოვდივარ. 500 კოინი მომცა და ჩვეულებრივი random სტადროპი. შვენიერია ეს 500 კოინი. მე ვიცი რაშიც გამომადგება. აქ დავალაგებთ როგორც მეგობრებო, ეკაუნტს max-აო ნელ-ნელა. დავალაგებ power level-ით, ჩამოვალ ქვემოთ და რომელი ბრაუზერიც მყავდა, მყავს გადასაყვანი 7-ზე, იმათ გადავიყვან მე ნელ-ნელა. მოდი გადავიყვანოთ ჩვენი loot, რატომაც არა, უკვე შვენიერია. ჯანეც უწევს შემდეგი, რომელსაც ასევე გადავიყვან 7-ზე და მორჩა. ისევ აქამდე მივედით, დავალაგოთ ჩვენი ისევ მოსტროფით. და ასე მარტივად დავუყურავთ ამ challenge-ს. აქ კიდე news-ებში გვაქვს რაღაც. რა კარგი სკინი გამოვიდა ხო არ გადავა. Squeak-ზე, მაგრამ ამას ძალიან ბევრი ჯემები უნდა ყველათ არ გირჩევთ რომ იყიდოთ. ასევე ესეც რა მაგარი სკინები არის გამოსული, ამ ბარლის სკინის ყიდვას არ გირჩევთ, გირჩევინათ რომ ის ულამაზესი სკინი იყიდოთ. V8BT და ასევე ეს not road block-იც შვენიერი და ეს road ray carl-იც ასწორებს, მაგრამ მე ამ კარლზე საუკეთესო სკინი მაქვს. ჩემი აზრით, ასევე ბროკიზეც ერთ-ერთი საუკეთესო სკინები მაქვს ბროკიზე. ეს ორი ძალიან ლამაზი სკინი მაქვს, მაგრამ სხვა ლამაზი სკინებიც აქვს რა. მაგრამ მე სკინებიც მომწონს რატომაც არა, დიდი სამონებით მეყოლებოდა ლურჯიც. რატომაც არა და ასევე ბარლი ხო? ბარლიზე დიდად გასაოცარი სკინები არ მაქვს, მაგრამ არა უშავს რა, რაც მაქვს ისიც მეყოფა. და კიდე მე მგონი, მორჩა ხო 2 ბრაუზერი გავაძლიერე. კაი, მისები რა გამოვიდა, ვნახოთ. რანკი უნდა ვიმოვიგო, 3 ხილი უნდა მოვიგო ან quick-ით, ან გარდაუღოთ ან დრაგოთი და 5 ხილი მოვიგო ბრაუზერიდან ნებისმიერ შოუდაუნზეო. კაი, ამდენ რაც ვიდეოს ვიღებთ 7 წუთიან, დაახლოებით 8 წუთიანი ვიდეო გამოვახსნა მე დაგემშვიდობებით, კიდე დრო გავა. მოგლეთ მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. და მოგზნამოთ ეს ვიდეო უჭირთ, დაალაიქეთ და კომენტარით გამოიწერეთ ჩემი ახლა და გააქტიუროთ ზარს, ხილაკეთ შემედები არ გამოტოთ. მე კი შეგხვდებით მომდევნო ვიდეოში. დროებით.